ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, TV+-ის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი. მე ხატია ბანცაძე ვარ. დღეს კი სტუმრად ყავს გენერალ-მაიორი და სამხედრო ექსპერტი ბატონი ტრისტან წითელაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ტრისტან, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ იმ ბოლო პროცესებს, რაც საქართველოში მოხდა. კერძოდ თქვენზე არ ჩერდება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კრიტიკა. ერთ-ერთ გადაცემაში მის მინეში ბატონი გუბა სანიკიძის შვილმა, ლევან სანიკიძემ თქვენზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ თქვენ ხართ პრორუსი და ეს 5 ნომერი, რომელიც პარტია ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს შეხვდა წილად, ხართ ამ პარტიაში და ეს უკვე ძალიან სასაცილო გახდა მისთვის და გააკეთა რაღაც კომენტარი, რომელიც ახლა მოვისმინოთ, რადგან მაყურებელმა ნახოს და შემდეგ გააკეთეთ თქვენს კომენტარი. ეხლა არ ვიცი მითხრეს ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ეს 5 ნომრით რაღაც პარტიას რო აყრევინებენ კაი მითხრეს რომ მე მგონი სიაში ყავ ტრისტან წითელაშვილი არ ვიცი აი ამას გადავამოწმებ მაგრამ ნუ აი ეს არის ეს არის დამატებითი მიზეზი რომ ეს არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია იმიტომ რომ ეს არის არჩევნები სადაც 5-იანი ფეიკია აი ყველაფერი ფეიკია ხახნო კონტრასტია რა ხომ დარწმუნებული რა იმიტომ ლევანი ზუსტად ეს კონტრასტია იქით არიან გაუგონარი ხალხი ნამდვილი ორკები თან სახეზე რომ შეხედა სასაცილო ტიპაჟები აქეთ არის ხალხი რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტი გადაარჩინეს მოკლედ იცით რა არის ეს ტერმინი რომელიც მათ აქვთ უკვე დიდი ხანია აკიდებული ზურგზე და დაათრევენ იქით აქეთ ადამიანი რომელიც არის ქართველი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ოჯახის მოყვარე, ტრადიციების მოყვარე, მათთვის ეს არის პრორუსობა. წარმოიდგინეთ თქვენ. ანუ უნდა იყო აღვერახსნილი, არ უნდა იყო ქართველი, არ უნდა იყო ოჯახის ტრადიციების მოყვარული, არ უნდა იყო მორწმუნე, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, როგორ თვითონ არიან. თვითონ არიან. ხო, აი მაშინ იქნება მათთვის მისაღები. ამათ ეს ცხოვრების წესი აქვს, იცით რა არის? თვითონ ამ ცხოვრებით ცხოვრობენ. ახლა რაც შეეხება ამ სანიკიძეებს, ხო? მამაშვილ სანიკიძეებს. ნუ დავიწყებ ახლა თავის შვილს, ლევან სანიკიძეს, მამამისის წარსული. მამამისი მთელი თავის ცხოვრება იყო ყოველთვის ამ ღალატის საქმიანობით დაკავებული. ჯერ იყო და გამსახურდიასთან იყო. გამსახურდიას უღალატა, მე ასლანასთან გადახდა. ასლანას უღალატა, მე იქ გადახდა. მე აქად მოხდა, მე მიშასთან გადახდა. შემდეგ ბატონ ბიძინასაც. მე ბიძინასთან, ბიძინამ მოკლედ ბიძინამ, აი რასაც ბიძინამ მაგას, ესე იგი რომ თქვი საქმე რო გაუკეთა, საკუთარი მამა ვერ გაუკეთებდა მაგას იმ საქმეს, ხო? მთელი ოჯახი გამოკვება. მთელი ოჯახი რომ თქვი ფეხზე დააყენა. ეს თუ რამე, ესე იგი ადამიანი რომელიც ერთ ხმასაც ვერ მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში ბატონმა ბიძინამ აგერ პარლამენტში შეიყვანა ფული მიცა ყველაფერი გაუკეთა აბსოლუტურად ამ ადამიანს და ბოლოს ესე იგი მოინდომა კიდევ მეტი მადა გაეხსნა რა როგორც ჩვევი ამ გუბა სანიკიძეს მადა გაეხსნა და ამ მადის გახსნის საფუძველზე კიდევ მეტი მოითხოვა ხო და ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა ეს მისი გაკეთებული საქმე მე არ მინახია ეგ პარლამენტში ხო მეტიც კიდევ კაცო გადახდა ამ სექტანტებთან ამ წყალწაღებულებთან ამ ავამტყოფებთან ნაციონალურ მოძრაობასთან გადახდა ეხლა რასაც ის ამბობს რომ ტრისტან წითელაშვილი რუსეთის აგენტი იყო და რუსეთის აგენტობის იყო და ისაო დაკავებულიო და მიზილიო სააკაშვილმა მიუსაჯაო ეს არის მან და უბრალოდ შეიძლება იცოდნენ მაგრამ არც უნდა თქვა რომ მამამისი არის ხო იმ პარლამენტში როდესაც პოლიტპატიმრების საქმე განიხილეს მამამისი არ მოწმებდა არ სწავლობდა იმ სიებს რომელიც სიებით შედგა პარლამენტში და პარლამენტმა ჩვენ გვცნო პოლიტპატიმრებად და მამამისმაც მოაწერა იმ დადგენილებას ხელი მაშინ არ ვიყავი რუსეთის აგენტი და მაშინ არ ვმუშაობდი რუსულ სპეცსამსახურებზე
ბატონო ტრისტან, ბარემ ჩაგეკითხებით, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ არ იცის ვისი არის ახლა ეს პარტია, 5 ნომერი ვის ხელში ჩავარდა. საერთოდ გჯერათ თუ არა აბსურდული თეორიის, რომ მან არ იცის ამ პარტიის შესახებ. თვითონ ამ ბავშვმა, ეს ბავშვი მეწოდება რა, ძალიან ცოდვა არის და ეს ცოდვა, რაც ახლა რა დღეშიც ეგ ბავშვი არის, ხო? ეს მამამისის კისერზე არის. მამამისმა მიიყვანა იქ, სადაც უკვე პირდაპირ უფსკულის პირას არის ეს ბავშვი მიყვანილი რა. ფულის გამო საკუთარი შვილიც გაყიდა გუბას სანიკიძემ. ფულის გამო, იმიტომ რომ ფული გადაუხადეს, რომ მას შვილი მიიყვანა იქ, ხო? და ახლა რა იცის ამ ბავშვმა? არაფერი მაგ ბავშვმა არ იცის, მაგ ბავშვს დაუწერენ ტექსტს და კითხულობს გამოდის ტელეკამერების წინაშე. ფაქტობრივად სიღრმისეულად ის არ არის არც ერთ საქმეებში, აი ჩამწვდარი და ჩახედული, რომელიც საქმეების დღეს მაგათ ირგვლივ ტრიალებს. უბრალოდ ეს არის დაღუპული ბავშვი უკვე და ამ ბავშვს და ალბათ თუ კი გამოჩნდება ვინმე ისეთი ადამიანი, რომელიც ურჩევს ამ ბავშვს ან მამამისო დროზე გამოწიწყნოს იქიდან. აი გემი იძირება, კაცო. გემი იძირება, თითქოს ნახევარზე მეტი ჩაძირულია გემი უკვე, ხო? და ეს იმ გემს მიყვება. რატომ მიყვება იმ გემს? ისთვის მიყვება, რა გადაუხადეს სამდენი? ან რა აქვს ისეთი კომპრომატები ამ ოჯახზე, რომელი კომპრომატების საფუძველზე აი პირდაპირ ბოლომდე ჩაყვება მიყვება ამ გემს. აქედან გამომდინარე, ახლა რასაც ახლა ეს ლევან სანიკიძე საუბრობს და თითქოს ეს მას არ იცის და თითქოს იცის და თითქოს და ეს 5 ნომერი არის იყო ნაციონალური მოძრაობის, ხო, მაგრამ გვაწილათ ახლა ამ პარტიას ჩვენი გაერთიანებულ საქართველოს, ხო? და ეს 5 ნომერი აი ცხვირწინა აცალეს ნაცებს, ხო? და ძალიანაც კარგი, რომ ეს 5 ნომერი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფილი იყო, რომელი 5 ნომერიც ყველასთვის საყვარელი იყო, მაგრამ მე იმედი მაქვს ახლა რომ ამ 5 ნომრის რეაბილიტაცია მოხდება და სწორად აღიქვამს მოსახლეობა და შეიყვარებს ისევ საქართველოს მოსახლეობა ამ 5 ნომერს და გამოსწორდება ამ მიმართულებით მდგომარეობა და ახლა ლევან სანიკიძე და გუბა სანიკიძე და ისი მათი იქ ჭორიკანა დედაკაცები არის. ჯოხაძე და ეს ჭორიკნები, ხო? მაგათ დავალება აქვს მიღებული, მაგათი დავალება ეს არის, რომ რაც მეტ ესე იგი შეურაცხყოფას მიაყენებენ ქართულად მოაზროვნე ადამიანებს, მაშინ მათ ფულებს უხდიან. დიახ, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ კონცენტრაცია მთლიანად არის გადმოტანილი თქვენზე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან? ყოველ დღე ალბათ თქვენ არ უსმენთ ნაციონალური მოძრაობის პოდკასტებს, რა თქმა უნდა, ახლა თავის მაყურებელი ყავს ისინი უსმენენ, თუმცა თქვენამდე და ჩვენამდე მაინც მოდის ეს ინფორმაცია, რომ თქვენზე საუბრობენ გამუდმებით შიდა წრეებშიც და ეს საჯაროდაც ვეღარ მალავენ ტელევიზიასთან და კამერებთანაც, რომ არის საუბრო თქვენზე. აი რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ესე უკვე გიპირისპირდებიან ცალსახად? მადლობთ ასეთი კარგი შეკითხვისთვის და მე არაერთხელ მithქვავს და ყოველთვის ვამბობ იმას, მე მთელი ჩემი ცხოვრება ვარ საქართველოს მებრძოლი ჯარისკაცი და საქართველოს ვიცავ. ყოველთვის როგორც კი რაღაც არგეული ძალები, ანტიეროვნული ძალები გამოჩნდებოდა და გამოჩნდება, მე მას უპირისპირდები ყოველთვის. და ესეც იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გამოჩნდა საქართველოში თავის დროზე და მოყალიბდა როგორც რაღაც გარკვეული პარტია, მე მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ქართული იდეოლოგიის პატარებელი პარტია და არ იყო ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ქართულად აზროვნებდნენ და ქართულად ფიქრობდნენ და ქართულ საქმეს გააკეთებდნენ. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ კრიტიკა, რასაც ქვია კრიტიკა, ხო? მე თქვა, ეს კრიტიკა მათ მიმართებაში ვინ არის, ესე მათი საქმიანობა, მათი წარსული თუნდაც ის ახალგაზრდული წარსული თუ ვინ როდის სად მომზადდა, რომელ ქვეყანაში მომზადდა, როგორ დაატრეინინგეს, როგორ გახადეს აგენტები, მათ შორის მათი მამამთავარი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო რუსეთის აგენტი და შემდგომ გახდა ორმაგი აგენტი. ამაზე მე ხმამაღლა ვამბობდი და ხმამაღლა უპირისპირდებოდი მათ და ის ჩადენილი დანაშაულებების შემდგომ, როდესაც მათმა დაიწყეს ეტაპობრივად და ნაბიჯ უკვე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დანაშაულებების ჩადენა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, ტერიტორიების გასხვისება, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუსეთზე, ადამიანების ქუჩებში დახვრეტა, ბიზნესის ტერორი, მთელი ეს რიგი ეკლესიების ნგრევა, მრევლის დევნა, მღვდლების დაპატიმრება, ну მოკლედ, ესე იგი ეს კომპლექსური დანაშაულებები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ ჩაედინა, მე მას მაღლა ვყიროდი. ამავდროულად თავდაცვის სამინისტროში გამეფებული
კორუფცია, რომელიც გამეფებული იყო კეზერაშვილის დროს, იარაღზე ვაჭრობა, სააკაშვილი, ბიძამისი, კეზერაშვილი, რომელიც იარაღს მათ ჩამოქონდათ საქართველოში და შემდგომ გაყიდდნენ და ხვდებოდა ტერორისტების ხელში. ტერორისტებთან ურთიერთობები, მათი განვითარებასთან დაკავშირებით ხელშეწყობები, აი, მთელი რიგი კომპლექსური დანაშაულებები. ხო, ამას მე ვამბობდი და დღესაც ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს კი თავიდან იყო ჩანასახი და რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია, მაგრამ შემდგომ ესე იგი, რომ მეთქვი, ამის ფუნდამენტზე შეიქმნა გახდა წარმომცახი ტერორისტული ორგანიზაცია. ტერორისტული ორგანიზაცია. ნახეთ რა ხდება კვლევებებს, რომელსაც მე ვამბობ, ხო? მეც კი არაფერს არ გეკეთებ ტერორისტები. აბსოლუტურად. ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ვაჭრობაში. უზარმაზ ტრანზიტად აქცია სააკაშვილმა და ბიძამისმა და ნაციონალურ მოძრაობამ საქართველოს ნარკოტრანზიტად აქცია, ხო? ჩართული იყვნენ იარაღის ვაჭრობაში, ხო? ეს ყველაფერი მთლიანობაში ამ თემატკიცებულებებმა რომ მოიყარა თავიდან მე ამაზე ვამბობდი, ამიტომ ვარ მე მათთვის მეუღებელი. ამიტომ მე ვარ მათი სამიზმარა. დაუმიზნონ იმათ ვისაც დაუმიზნებიათ, ხო? მე მაგერ ვერაფერს ვერ დამატებდი. ვერც ამ თავიანთი რაღაც ყალბით, სრულ ინფორმაციებით და ვერც ამ შემოტევებით და თუ ჭკუით არ გაჩერდებიან, დამიზნება ესეთი კარგი ვიცი მე არ ვაცდენ. ალბათ ყველა მითის რომ არ ვაცდენ. დიახ. თუმცა მგონია რომ ასეთ განცხადებებზე პასუხისთვის მაინც მადლობა უნდა თქვან რომ საერთოდ პასუხობთ, არ ღირს ნამდვილად ესეთ ცრუ ინფორმაციებზე თქვენი ნერვიულობაც და არც არავის არ სჯერა მგონი მათი თქვენ რომ გიწოდებენ პრორუს მუდმივად და ეს ერთხელ არ გაუჟღერებიათ გადაცემაში. ამავდროულად თქვენს პარალელურად ისინი ლანძღავენ პარტია ლელოსაც, პარტია გახარიასაც და ზოგადად ყველა იმ პარტიას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ოპოზიცია დაყოფილია ორ ფლანგად, შიდა ოპოზიცია ყავს ოპოზიციას და მელიქიშვილის გამძირზე კახა კალაძის შტაბის წინ არიან მათი მომხრეები, რომლებსაც შეუერღებელი თვალითაც ეტყობათ, რომ არიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის ფოტოზე აცოცებული ელენე ხოშტარია, უნდა და პროვოკაცია მომხდარიყო პოლიციელებს და მის შორის, თუმცა პოლიციელებმა განარიდეს ელენე ხოშტარია და იქ მეტი არაფერს არ ქონია, არაფერი არ მომხდარა, მაგრამ არიან მაინც ნაცმოძრაობის მომხრეები მელიქიშვილის გამზერზე. ყოველდღე იკრიბებიან და ამ აქციას მოყვება დაკავებები, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა. მოდით ახლა ვიდეო ვნახოთ, რომელიც გუშინ და გუშინ წინ მოხდა, ეს დაპირისპირებების კოლაჟი არის ესეთი პატარა და შემდეგ გავაკეთოთ განცხადება. აი ესეთი ვითარება ყოველდღე მელიქიშვილის გამზირზე და რა კომენტარს გააკეთებთ? აი რისთვის არის ეს რისკენა მიმართული, რა ქცევებია საერთოდ ეს? ეხლა ნახეთ რა ხდება ამბობენ რომ მე ვარ რუსეთის აგენტი, ხო? ეს ისინი რა სექტანტები რა, ეს ავადმყოფები, ხო? პირველი აგენტი მათ უდგას სათავეში, მე დროშეთ რა, ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია საიდან ღებულობს ფულებს. ერთი რატო არ კითხო, რატო არ ამბობენ ამას? რო ერიცხებათ, შეფუთულად რო ერიცხება ის ფულები, რომელი ფულებსაც ელენე ხოშტარია ამ საქმიანობაში იყენებსათ, ითქოს რაღაც იმას ბალეტებს და იმას დგამენო და რაღა დროის ეს ბალეტები და ესენია, ის იყო საუკუნეების უკან, ხო? შეფუთულად შენიღმულად მოდის ეს ფული და ეს არის სპეცსამსახურე, როდესაც ამა თუ იმ აგენტს ურიცხავს თანხას, ხო? ის ყოველთვის არის რაღაც გარკვეული მიმართულებით შეფუთული, რომ ვინმე რამე ეჭვი არ მეიტანოს და შემდგომ ამის საფუძველზე არ პასუხი არ მოთხოვონ, ხო? აი ელენე ხოშტარია, აი მას შეერიცხება ფული რა. ეს არის პირველი რუსეთის აგენტი, კაცო, ხო? და ამ რუსეთის აგენტი ჩოუდგა სათავეში, ამას მე იქ ახალგაზრდები არ ყოფილან რა. არის იმას მე ახალგაზრდებს ვერ ვუწოდე, იმიტომ რომ ჯერ როგორ იქცეოდნენ, ასე ქართველი ახალგაზრდა არ მოიქცევა. ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ასე არ მოიქცევა. შემდგომ როგორი ისა მიმართვები ჰქონდათ, ხო? აი ეს ამდენი სიტყვიერი შეურაცხყოფები, ამდენი ბილდ სიტყვაობა, ყველა თითქმის ნახევარზე მეტი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ხო?
ეს არის დაფინანსებული ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც აქვს მისი კონკრეტული დავალება. დაუშვათ ამ ჯგუფმა ეს უნდა მივიდეს და ატეხოს მთელი ეს აჟიოტაჟი დაუშვათ კალაძის საარჩევნო შტაბის წინ. მეორე უნდა მიასხას საღებავები. მესამე უნდა შემოიხიოს ტანზე და ატეხოს კივილწეველი და პროვოკაციები მოაწყოს, არიგა თავს მესხმე და მცემენო. ეს ყველაფერი არის დაწერილი სცენარი და კონკრეტულ ადამიანთან კონკრეტული ამოცანები მიცემული და ფულ გადახდელები არიან სულ. მით უმეტეს იქ უკრაინელებიც იყვნენ, თუ შეხედეთ, თქვენ უკრაინელებიც იყვნენ იქ და იქ იყვნენ კიდევ სხვა დანარჩენი უცხო ქვეყნის ადამიანები და რომლებიც ამ საქმეებზე ესენი მუშაობენ. მათი სამსახური ეს არის. მათი სამსახური ის კი არ არის, რომ ის მათმა როგორმე ისავლონ, განათლება მიიღონ და შემდგომ ამ განათლების საფუძველზე ქვეყანაში სამსახურები იშოვონ და ამის საფუძველზე განავითარონ ქვეყანა. არ არის მათი საქმიანობა ეს. მათი საქმიანობა არის ის, რომ აიღონ ფული და გააფუჭონ საქმე და გააკეთონ ის, რაც გააკეთეს მელექიშვილზე. რაც როგორ მივიდნენ, როგორ იყო ცდელობა კიდევ რომ მომხდარიყო რაღაც გარკვეული მეტი კომპლექსური და უფრო მასშტაბიანი შეტაკებები და ამ შეტაკებების საფუძველზე უნდა დაზიანებულიყო იქ ვიღაც, ხო? ეს იყო დაგეგმილი, მაგრამ ამას გეგმავენ და ამ გეგმების მიხედვით მიდიან ისინი და ამისთვის იყო სწორედ ის რომ იტყვი მელიქიშვილის გამზირზე მოქმედება რომ მათი ვიღაციან თავისიანი რომელიმე კალაძის მომხრეების და დაზიანებულიყო. ეხლა თუ ჩვენ საღად შევხედავთ ამას და თუ კი ჩვენ ნორმალური თვალით შევხედავთ ამას, ხო? ამას ყველა შევხედავთ და ყველა ვიტყვით რომ შევაფასებთ, რეალურად უნდა შევაფასოთ რა. რა იყო ეს? მართლა იყო ესენი ეს ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდების დღეს არიან გულით ტკივილით საქართველოს მიმართ თუ ესენი არიან ისინი, რომლებიც არიან დაფინანსებული ჯგუფი, გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც ასრულებს კონკრეტულ დავალებას კონკრეტული კურატორიდან. ეს არის ზუსტად. ამიტომ ასე ვთქვათ, რომ ეს არ იყო ის ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდების დაუშვათ რაღაც გარკვეული გულის ტკივილის გამოთქვამენ ქვეყანასა მიმართებაში. ეს იყო ის ადამიანები, რომელი ადამიანების მუდმივად ყოველთვის ერთი და იგივე კონტინგენტია, ერთი და იგივე ადამიანები არის, ერთი და იგივე მეთაური ყავთ ელენე ხოშტარიას დამადობით, ასე იყო მაშინაც, როდესაც საჰაერო მიმოსვლა აღდგა რუსეთთან, ელენე ხოშტარია ამათ ჩაუდგა სათავეში და აეროპორტში გაიქცა. ხო და ეგ წავიდა იქ რაღაცებს იმაშობდნენ, მაიმუნობდნენ. ისევე კიდევ სხვადასხვა აქციებზე, აი ზუსტად ერთი და იგივე ადამიანები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ისაყავთ ხელმძღვანელი ეს ელენა ლეკა ხუშტორიატო ხოშტარია არის ადამიანი, რომელიც უკვე მობეზრდა საქართველოს მოსახლეობას. კარგი რა, რაღაც დროის ელენე ხოშტარია არის და დენიკინის დროინდელი მაპატიხა თქვენ შვილის ტოლა ხარ და ვერ ვიტყვი ახლა იმ სიტყვებს, რა სიტყვებით მაგრად ეკუთვნის რა. მაგრამ რაღაც დროის ელენე ხოშტარია არის ეს საზიზღარი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული არის ამ სიბინძურეებში. ქართულ პოლიტიკაში ელენე ხოშტარიას მსგავსად გამოჩნდა ერთი სუპერგმირი. და ამ სუპერგმირის სახელია ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაამხოს ხელისუფლება, მშვიდობიანი რევოლუციის გზით გამოიყვანოს ქუჩაში 100,000-ობით მოქალაქე და ნუ ეს გეგმა ჩაეშალა, ასე რომ ვთქვათ, ალბათ თვითონ ვერ მოესწრება განხორციელებას, იმიტომ რომ უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი და ციხიდან როგორ შეძლებს არ ვიცი, თუმცა იქაც ალბათ გააპროტესტებს საკანში თავის მხრივ და დააპატიმრეს მოკლედ ლევან ხაბეიშვილი, ჯერ გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ინგა გრიგოლიას ეთერში განაცხადა, რომ თუ მოქალაქეებზე არ იძალადებთო 200,000 ლარი იქნება ჯილდო პოლიციელებს მიმართა. ეს ვიდეოც აუცილებლად ნახოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. პირველ რიგში ყველა, ვინც არ ესვრის ქართველ ხალხს, იარაღს, ასე ვთქვათ, იმ თვალში არ დაუმიზნებს, გაზის ტყვიას არ ესვრის და გადმოვა ხალხის მხარეს 4 ოქტომბერს დიახ, ჯილდოს სახით მიიღებს $200,000. ყველა ის ადამიანი, მათ შორის გედედეს თანამშრომელი, პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინც ამ ხელს ივანიშვილის რეჟიმს და სისტემას და კონკრეტულ მასალებს, მტკიცებულებებს გადმოგცემს ნებისმიერი გზით, რომელიც თუნდაც იქნება საიდუმლო, თუნდაც იქნება წყარო ისეთი, რომ შემდეგ ყველაფერი რო ჩაივლის, მერე იტყვიან ეს ადამიანები ამ ვიდეოს თუ მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ, დიახ, ისინი მიიღებენ ჯილდოს სახით $200,000 და მარტივი პასუხი უნდა გავცეთ კითხვაზე, საიდან მოგვაქვს ეს ფული.
ჩემო ძირფასებო, აი ელექტროენერგიაში რო ფულს იხდით, შუამავალი ყავს, ასე ვთქვათ, უჩა მამაცაშვილს, ნოღაიდელს და ამ კრიმინალურ ბანდას და თქვენი ჯიბიდან 10 მილიონ დოლარს იპარავენ წლიდან წლამდე. აი ეს მაფიოზური სქემა იმ დღესვე გაქრება. ლევან ხაბეიშვილი, ახლა მე ამ ადამიანს სერიოზულად ვერ აღვიქვა, მეთქით რა არის მისი საქციელებიდან გამომდინარე. მაგრამ მე მას ლევანსკი ეგ არის შაპიტო ხაბეიშვილი, ქუჩა მოწანწალე, ერთი არაადეკვატური ადამიანი, რომელიც სადაც ავიდა, ყველგან ცემეს და თავპირი დაამტრიეს რა ამ ადამიანს. იმიტომ რომ ეს ვერ არის თავი ჭკუაზე. რასაც მაგი აკეთებს, ახლა ხომ ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს, მაგრამ მის რაც ახლა მაგან განცხადება გააკეთა გრიგოლიასთან ეთერში რომ თითქოს და 200-200000 დაურიგე რომ ჯერ საიდან როგორ ურიგებს? ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა როგორც კი ბოდიშს გიხდით, დააკავეს სუსის შენობა რო ყავდათ შეყვანილი, გამოვიდა მისი თანამოაზრე ქალბატონი ანა წითლიძე, რომელიც არის ძალიან მიამბოხე სულის მქონე ადამიანი და განაცხადა, რომ ლევანის მსგავსად მეც ვაწესებ ჯილდოსო და 200.000-ით მოუმატა ჯილდოს, ანუ 400.000 გადავიხდიო პოლიციამ არიძალადოს მოქალაქეზეო და მომდენო არჩევნები რო ჩატარდება და რევოლუციის შემდეგ რო ხელისუფლებაში მოვთო, მე 400.000 გადავიხდიო. და ასეთი განცხადებები გააკეთეს მისივე გუნდის წევრებმა. აი, რას ემსახურება ეს არაფრის მომცემი განცხადებები? არაფერს, ესენი არანორმალური ადამიანები არიან. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ესენი არიან ფსიქიკურად შერყეული ადამიანები. მათი ფსიქიკა ვეღარ არ არის და ნორმალურად. ხომ ხედავთ, ჯერ მათი გამომეტყველება, შემდგომ მათი ჰაბიტუსებს შევხედოთ როგორ იმაშები, შევხედოთ მათ თვალებს, შუშისებური თვალები აქვს. ესენი არიან სულ არაადეკვატური ადამიანები. ამიტომ მათ ციხე არ უნდათ, კაცო. ციხე კი არ უნდათ, მათ უნდათ დიდი ფსიქიატრული საავადმყოფო რა. კურნალობაა მათთვის საჭირო, რომელიც საავადმყოფო ჩვენ არაჩვეულებრივი სამკურნალო ცენტრი ქონდა, სწორედ ამ მიმართულებით ასათიანზე და სააკაშვილი მომევიდა ხელისუფლებაში, პირველი ეს გააუქმა, იმიტომ რომ ნამყოფი იყო ეგ და ვერ იტანდა. ხო და გააუქმა. ამიტომ ახლა ერთი ხონია დარჩენილი და ის ხონით უდეიტებს ამათ მე არ ვიცი ახლა რამდენად არის იქ ადგილები, რამდენად შეიძლება მათი განთავსება იქ, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ის ფულები, რომელი ფულებსაც მაგი პირდებიან ახლა პოლიციელებს, ის თანხები მოახონოს სწორედ რაღაც კომპლექსურ ფსიქიატრიის საავადმყოფოს აშენებას, რომ ესენი შევიყონოთ იქ და უმკურნალონ და შემდგომ კიდევ რამე სისულელეები არ გააკეთონ, თორემ ესენი არიან უკვე საშიში ადამიანები. მართლაც გეუბნებით, ესენი არაადეკვატურები არიან. ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი შეუძლია გაუკეთონ რაღაცა ცუდი, ხო? და სასწრაფოდ არის მათი იზოლაცია საჭირო და ეხლა რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს და მის დაპატიმრებას, ლევან ხაბეიშვილი ამდენ უნდა დაეპატიმრებიათ. ამდენ უნდა დაეპატიმრებიათ განაიმ განცხადების გამო, არამედ სხვა ჩადენილი დანაშაულებების გამო, რომელი ადამიანის ყოველთვის სათავეში უდგა მოლოტოვის კოქტეილების მსროლელებს, რომელი ადამიანის ყოველთვის სათავეში უდგა პარლამენტის შტორმის მოიერიშე ჯგუფებს, რომელი ადამიანის სათავეში უდგა სახელმწიფო ქონებების გადამწვავ ჯგუფებს და ეხლა კიდევ რა თქვენ მოგდიათ მართლა ის არის რა ქვია 200.000-ის მოწოდებაზეა და მაღაზია არა თქვენ ნახეთ ამხელად უზარმაზარი ის მზადება საქართველოში ამას ჯერ საზოგადო არა გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი და თქვენ რევოლუციის რა თქმა უნდა ნახეთ რევოლუცია და როგორ რევოლუცია ხო როგორ რევოლუცია ახლა რევოლუცია მე კი ბატონო ხო რევოლუციაო და მშვიდობი არავითარ მშვიდობიანი რევოლუცია არ მზადდება არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია არ იქნება ესენი უდგანან სწორედ ლევან ხაბეიშვილი და სხვა დანარჩენი თინა ბოგუჩავა და ანი წითლიძე და ელენე ხოშტარიები და ესენი სწორედ უდგანან სათავეში იმ სისხლიან რევოლუციას რომელიც სისხლიან რევოლუციას მათმა უნდა განახორციელონ საქართველოში ეს შემთხვევით კი არ იყო საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალება გექცოდენი ეს რა არის თქვენი ცით ეს არის 4 კილოგრამი 4 კილოგრამი რომელიც უნდა გადაანაწილონ შექმნან იმის რაღაც მცირე ესე იგი მისაწებებელი ასაფეთქებელი საშუალებები და კონკრეტულ ადამიანებზე იყო ეს გათვალისწინებული გესმითაშია ამაზე მიდის ახლა გამოძიება ხო აი მას დგას ლევან ხაბეიშვილი აქ დგას ლევან ხაბეიშვილი აქ დგას ეს ანი წითლიძე აქ დგას ის ხოშტარია ეს ბოკუჩავა და სხვა დანარჩენი კიდევ ეს პოლიტიკური ნაცსეპტანტების პოლიტიკური ლიდერები რომლებიც რევოლუციას ხვერიან აი ეს არის მათი რევოლუცია. მათი რევოლუცია რო არის რომ თბილისში მოაწყონ ტერაქტი, თბილისში მოკლან მოქალაქეები და
კიდევ მეცაც გეტყვით, თავისი საკუთარი მხარდაჭერი მოკლა, ანუ მე ყვირილი ატეხოთ. ეს არის მათი რევოლუცია და უკრაინა რო წამოვიდა, ეს ასაფეთქებელი საშუალება, რომელშიც იქ ჩართული იყო უკრაინელი სამხედროები, იქ ჩართული იყო ის გია ლორთქიფანიძე, რომელიც იქ ცნობილი პიროვნება არის, მიმართულებით სპეციალისტი არის, ხო? ეხლა შემთხვევით არ ყოფილა გაცხადება გაკეთებული. ამათ რო გონია რომ თითქოს აი სამეგრელოს მხარე წყნარად არის და იქ ახალაიები ხმას არიღებენ პირიქით, ისინი ფარულ მომზადებას ჩადიან, კაცო. ფარულ მომზადებასა ჩართულია, ახალაიაც ამ საქმეშია ჩართული. ახალაიაც სწორედ ახალაიას ირგვლივ შეკრებილი ზონდერ ჯგუფებიც ემზადება სწორედ აი ამ სისხლის ღვთისთვის, რომელიც სისხლის ღვთას მათმა უნდა განახორციელონ საქართველოს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათ ეს რევოლუცია იმისთვის კი არ ჭირდებათ რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოვიდონ და შემდგომ საქართველო დაუშვათ როგორც ისინი იძახიან რომ აყვალონ და ააშენ არავინ მათ ჭირდებათ ეს რევოლუცია რასთვის იცი იმისთვის რომ საქართველოში დაიწყოს ქაოსი არეულობა საქართველოში შემოიყვანონ დაქირავებული ბოევიკები და შესაბამისად დაიწყოს მოქმედება სამაჩაბლოს და აფხაზეთის მიმართულებით და გახსნან მეორე ფრონტი საქართველოში. ციხიდან დაიხსნენ მათი ბელადიც. მათი ბელადის დაიხსნეს და ჩაუდგენ ამას სათავეში. ეს არის მთლიანობაში საერთო გეგმა, რომ როგორმე კვლავ მოახერხონ და არიონ საქართველოში მდგომარეობა. დღეს ეს რიგიდან არ არის ამოვარდნილი და არ არის გვერდზე გადადებული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, რომელი ადამიანების თავიდან ბოლომდე ცდილობენ რომ საქართველოში დაღვარონ სისხლი და საქართველოში მოკლან ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი მათთვის არაფერი არ არის. ესენი არიან ქართველ მოძული ადამიანები. ესენი არიან სისხლის მსმელი, სისხლის მღვრელი ადამიანები და ამიტომ ეხლა რა ხდება ნახეთ რა არის გამოძიება მე ახლა დარწმუნებული ვარ მაშინ ბატონი მდინარაძე ამას ძალიან კარგად გაართმევს თავს და ფაქტის სახეზე არის რომ მისმა მოსვლამ რაღაც გარკვეული წისვითი ნაბიჯები განახორციელა ხო ამიტომ ეხლა არის იარაღი არის ქვეყანაში შემოტანილი არის მათ გააჩნიათ იარაღი არის ჯგუფები შემოსული მე პირდაპირ მომაღლავით ძახი არის უკრაინიდან ჯგუფები შემოსული რომელიც ჯგუფებიც არიან და ცხოვრობენ კონსპირაციულ ბინაში და ელოდებიან განკარგულებას ამავდროულად ემზადება კიდევ სხვა დანარჩენი ჯგუფები უკრაინიდან შემოვიდნენ საქართველოში და შოუერთდნენ ამ ჯგუფებს ხო და დღეს რო გამოდიან კიდევ იქ თავრობის სახლი წინ რაღაც გარკვეულ საპროტესტო აქციებში ღებულობდნენ მონაწილეობას ხმალაძეები და სხვა დანარჩენი ელისაშვილები და ესე რომლებიც თვითონ უკრაინაში ომობდნენ და ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში მაგათ იქ ბრძოლებში მონაწილეობა არ მეუღიათ მაგენი და დაატრეინინგეს იქ და დღეს არიან ახლა აქ იმისათვის რომ იარაღი დაიკავონ ხელში და ესროლონ ბიეს ჩვენ დებს ჩვენ ძმებს ჩვენ მამებს ჩვენ დედებს და ჩვენ შვილებს ამისთვის არიან ესე დღეს საქართველოში მობილიზებული და ამისთვის არის დღეს რომ მთლიანობაში მაგენი გაიძახიან რევოლუციას და ამ რევოლუციის ფონზე დაღუპონ ის ქვეყანა და მიიყვან ოსპურის პირას ამიტომ არის ხო შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროების სამსახურებმა სულსმა კონკრეტულად და სხვა დანარჩენმა უწყებებმა რომელი უწყებებსაც აქვს რაღაც გარკვეული ბერკეტები ხელში მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიტანოთ დღევანდელ ესე იგი გარკვეულ აი ამ არა უკონტროლო და ამ რადიკალურ ჯგუფებზე შეიძლება აქ რაღაცა გარკვეული კერა აგვინთონ მათმა იმიტაციის მიზნით რო ყურადღების გადატანის მიზნით მაგრამ იქით სიღრმისეულად ჩუმად რაღაცა ხდება იმასთან შევით რომ იმ რაღაცა და გამომდინარე მართლაც გახეთქონ უზარმაზარი ბომბი და ნაღმი რომელიც უკვე ჩვენთვის დამოუკიდებელი იქნება. დიახ, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიას მიერ დაანონსებული თარიღი, ეს იყო 13 სექტემბერი. არ ვიცი თუ გსმენიათ ამის შესახებ ლაივში გააკეთა ეს განცხადება რამდენიმე კვირის წინ და ეს 13 სექტემბერი უნდა ყოფილიყო გარდამტეხი და აი იმ ძალის და მობილიზაციის მაგალითი ევროკავშირისთვის და დასავლეთისთვის, რომელიც აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თუ რამდენი ადამიანია ქუჩაში გამოსული და რამდენი გამოვა 4 ოქტომბრის აი ამ საბედისწერო დღეს. 13 სექტემბერს ვაკვირდებოდი მოვლენებს და აქციაზე ჯამში ესე რომ დაგვეთვალა ალბათ 200-250 კაცი იყო, ისიც რა თქმა უნდა ალბათ ყურით მიყვანილები იყვნენ და აი შვიდი სიტუაცია იყო, არაფერი ისეთი არ მომხდარა, დროშებით გამოვიდნენ და იდგნენ რუსთაველზე პარლამენტის წინ. რას ფიქრობთ, აი ხალხმა
ალბათ ხალხი რატომ აღარ გადის მაგათ აქციებზე და საერთოდ გამოსწორდა თუ არა ეს ლიბერალური ფლანგი, რადგან მგონია, როდესაც რუსთაველის გამზირზე გავდივარ, რომ ხალხი დაიღალა. და მათი ტყუილებით, ეს ნაცმოძრაობის ტყუილების აღარ შეერა არავის, რომ რაღაცა რევოლუციას მოახდენენ და რაღაცა. არ გადის ხალხი აქციაზე. და 4 ოქტომბერს რა მოხდება? ისიც არის, აი ეს, იმიტომ ვთქვი მე, რომ რატომ არის და ის ვიჭერდებათ ეს რაღაცა შენიღბული გაცხადებები და შენიღბული აჟიოტაჟების ატეხვა. იმიტომ რომ იქით კულვარებში უკან სხვა რაღაცა ხდება, ემზადებიან იმისაც რომ სისხლი დაღვარონ 4 ოქტომბერს. ამის ემზადებიან და მე ხელი გაიშვირო ხელისუფლებისაგან. ეხლა რაც შეეხება თქვენ 13 მეც ვადები თვალსა მეც მაინტერესებდა რომ ესენი დაანონსებენ გამოვა მთელი საქართველო ჩვენ გვერდში არის. როგორც წინაზე სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა რომ გამოვიდოდა სიტყვით, წაიკითხა 10 გვერდიანი განცხადება, თუმცა იქიდან მე პირადად არ ვიცი ხა ჩემი აზრისთვის საინტერესოა ერთი წინადადებას ვერ გავიგე. მთელი საქართველო ფეხზე დგას. მოკლედ დღე-დაღამე არ ძინავთ ხალხს, ღმერთმა დაიფაროს, რომ მთელი საქართველო მათთან იყოს. დიახ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელი საქართველო იყოს ჩაბმული ამ სიბინძურეში და ამ სიბილწეში, რასაც მაგენი აკეთებენ. გამორიცხული არის საქართველოს მოსახლეობის 98% არის იმ აზრზე, რომ საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა. საქართველო უნდა გადვითარდეს. საქართველოში უნდა იყოს წინსვლა, ამ აზრზეა. საქართველოში არ უნდა იყოს ზალადობა, ამ აზრზეა, რასაც ესენი ჩადიან, ხო? ეს 2%-იც არ არის, რომელიც 2%-იც არ არის, ხო? მე ყველა აქციებს ვადენებ თვალყურს და ხანდახან გამევლია ხოლმე მე ეგ და რომ დავნახივართ, უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თითი დამიქნევია და აბა გაბედეთ მეთქი, მაგრამ 10-15 კაცი არის, რომელიც აი რაღაცა არაადეკვატურად იქცება. ახლა იმ დღეს თქვენ ახსენეთ, რომ 13-იო წანათ იყვნენ. ხალხი არ იყო და წანათ იქნებოდნენ და არა იქნებოდნენ, რომ იმიტომ იყო ხასიათი არ იყვნენ. ხალხი არ გამოვიდა. ეხლა თქვენ ლიბერალური სამხედროეთ ფლანგი რო თითქოს ლიბერასტები არასოდეს არ გამოსწორდებიან. ვერასდროს ვერ გამოსწორდებიან, მანამ სანამ ისინი არ მოინანიებენ და არ წავლენ ეკლესიაში იმ ცოდვებს, რომელიც ცოდვების საფუძველზე ისინი ღუპავენ ადამიანებს, ხო? თავის იდეოლოგიის საფუძველზე. ამიტომ ეს ლიბერასტები არიან და იქნებიან, მანამ სანამ კიდევ ვიმეორებ, არ ამოიგდებენ იმ ბინძურ იდეოლოგიას თავიდან და ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი არის, ეს მცირე ჯგუფი, რომელიც მცირე ჯგუფიც ვერ ქმნის ქვეყანაში. ნახეთ რა ხდება ქვეყანაში, რო შექმნა შენ პოლიტიკური ამინდი სახელმწიფო გადატრიალების კუთხით და იძახი რომ მშვიდობიანობის გზით საქართველოში მინიმუმ 150,000-200,000 კაცი უნდა გამოიყენო ქუჩაში რომ გააპროტესტებინა მას მშვიდობიანად და ეს 200,000 კაცი უნდა ედგეს სწორედ იმ მოთხოვნებით რა მოთხოვნების იქნება მისაღები საზოგადოებისთვის და არჩევის საზოგადოებისთვის და რამოსა მოთხოვნებიც იქნება მისაღები სოფლის საზოგადოებისთვის, ხო? მაგრამ ესენი როგორ გამოდიან ქუჩაში და რა გამოყოთ დაფინანსებული ხალხი თავის ხელფასიანები, რომლებიც ხელფასებს უხდიან, ის არასამთავრობო ორგანიზაცია. ეხლა 22,000 თუ რაღაც 20,000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული და თვითონ რო ეხლა 2 ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში, ხო? ხელფასებს არა. ნუ ეხლა რაოდენობა რაღაცა ჩდება, ხო? მაგრამ ისინიც აღარ გამოდიან, უკვე აღარ გამოდიან, იმიტომ რომ გადაეკეტათ ფინანსები და დარჩა რაღაც მცირე ჯგუფი 100-150 კაცი, რომელსაც აიძახენ 150,000, ხო? ამიტომ შენ რომ შექმნა ამინდი ქვეყანაში და შენ რომ შექმნა მართლა აი ეს ფონი იმისა რომ ქვეყანაში ხელისუფლება ჩანაცვლდეს, ხალხის რაოდენობა გინდა მაქსიმუმ მინიმუმ მაინც 150,000. გინდა მთელი რეგიონები დააყენა ფეხს. ეხლა რომელი ჭკვათ მყოფელი მათ დაუჭერს მხარს ამ ძალადობრივ პოლიტიკაში. რომელი ქართველი ადამიანი საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდება ისევე იმ წარსულს, რომელიც წარსულს მათმა აცხოვრეს ნაციონალურ მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილმა, ხოშტარიებმა, იმან რა ქვია, დეგანოიძეებმა და სხვა დანარჩენ მანუმერაბიშვილებმა და ახალაიებმა და კიდე ბარამიძეებმა და იმგებმა აცხოვრეს ხალხი ჯოჯოხეთში. ხო ფაქტია რომ ჩვენ ჯოჯოხეთში გავიარეთ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხო? ეს ფაქტი არის, იმიტომ რომ ბარამიძე იყო და ეგ ვერტფრენებით ესმოდა აფრასიზეების ოჯახს თავს და გადახოცეს და გაანადგურეს და გაასწორეს მიწაზე. ესენი იყვნენ ახალაიები იყვნენ და იქ ზუგდიდში ბუნკერები ჰქონდათ გაკეთებული ადამიანებს აუპატიურებდნენ და ასევე ბათუმში ჩაყავდათ გატაცებული ადამიანები და ხვრიტავდნენ და ზღვაში ყრიდნენ. აგერ ნათლუხის სპეცოპერაცია უდანაშაულო ბიჭები, რომლებიც მიიყვანეს იქ და დაჭხილეს, პირდაპირ კედელთან მიაყუდეს და დაჭხილეს. აგერ ბიზნესმენები რა დღეში ჩააგდეს, ციხეები გადაჭედილი იყო. მთლიანობაში ქვეყანა ატარეს
ჯოჯოხეთის გზაზე, ხო? ეხლა ეს რო გავლილი აქვს ამ ქვეყანას, ხო? დაუბრუნდება რომელიმე ქართველი კიდევ ამ ცხოვრებას და ამ ცხოვრების იმას სურვილი ექნება? არა, ტყუილი ეს, გამორიცხული არის, რომ დღეს ეხლა რომელიმე ადამიანმა, რომელი ადამიანის ეხლა მართაც იმ პერიოდში მოხდა ამ საშინელი რეპრესიების ქვეშ, რომ ეხლა ისევ ნაციონალების მხარეს დადგეს. ეს გამორიცხულია, მაშინ აუნტყოფი ყოფილა ის, ხო? და მაშინ ყოფილა ის, რომ ეს ადამიანი იმ ადამიანს რაღაცა გარკვეული ის არ უძუნია, ხო? ამიტომ მათ არ აყავს მხარდაჭერები. აღარ არის მორჩა. ეხლა მეტყვი 5 ნომერი ხო ავახიეთ, ასე გამოდის და ავახიეთ კიდევ. ეხლა პარტიასაც მალე გავაუქმებთ მაგისას. ეს პარტია უნდა გააუქმდეს. გაუქმებთ კი არ უნდა გააუქმდეს. საერთოდ უნდა აეგრძალოს ამ პარტიაში მყოფი ადამიანები, ვინაც კი გაიარა უბრალოდ ამ პარტიაში, ყველას პოლიტიკაში მოსვლა. რადგან მათ ყველა სისხლი აქვს მოწამლული, მათი აზრი, მათი იდეოლოგია ძალადობრივი არის. მათი სურვილი, მოთხოვნილება, შიდა მოთხოვნილება ადამიანის კულა არის და სისხლის სმა არის ადამიანის. მათ ეს აქვს. ისინი არიან კიდევ ვიმეორებ და კიდევ განმეორდები. ადამიანის მკვლელები და სისხლის მსმენელები. ქართველ მოძულეები არიან. მათ საქართველოს არ უყვართ. ესენი არიან შექმნილი აგენტები სხვადასხვა ქვეყნებში და შემდგომ არის ისინი გადმოსყოლი ქვეყანაში როგორც დივერსანტები, როგორც დაანგრიონ ეს ქვეყანა და გაანადგურონ და გააჩანაგონ და ნუ ეხდებათ იმის იმედი, რომ მათ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაუჭერს. აგერ ფაქტის აღაზია 13 და 4-შიც ნუაქტებათ იმის იმედი რომ ხალხი გამოვა ქუჩაში და ასე იგი მათ სულელურ გეგმებს მხარს დაუჭერს და მე ეხლა ვისაგებებ თქვენი ეთერით და მინდა უთხრა მოუწოდო მათაც მინდა მოუწოდო საქართველოს მოსახლეობასაც მინდა მოუწოდო ვიფასო მეგობრებო მე მინდა მოგიწოდოთ და გითხრათ ჩემო ქართულო ხალხო და საქართველოს მოქალაქეებო 4 ოქტომბერი არის მართლაც ის დღე რომელმა დღემაც უნდა პირდაპირ ჩაუტაროს გამოცდა ჩვენ ქვეყანას ხო რა გვინდა ჩვენ საერთოდ მივდივართ და რაფორმებთან ჩადარეს ეს არჩევნები ხო ჩვენ წარათა მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები წარათა მშვიდად იმიტომ რომ შემდგომ კიდევ წინ მომავალი გვაქვს და შემდგომ წინ კიდევ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს ჩვენ გავაკეთოთ ის რომ ავირჩიოთ ისეთი ძალა რომელიც ძალაც ამ ქვეყანაში გააგზელებს ამ მშვიდობიან ცხოვრებას ხო და ეხლა მე მინდა ამ მოძალადეებს უთხრა სექტანტებს უნდა მე მინდა უთხრა და იმ ამ ფეთქებლებს მინდა უთხრა რომლებიც საქართველოში არიან ეხლა და ელოდებოდნენ ამ ასაფეთქებელ საშუალებებს გექსოდენს და იმას და იმ ადამიანებს მინდა უთხრა კიდევ რომლებიც აღარიან ჩამოთრეულები ის უკრაინული დესანტი და ელოდებიან როდის გამოკრან ჩახმას ხელი და ესროლონ ქართულ ხალხს მომისმინეთ ახლა ახლა თქვენ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მეტაუთა შემადგენლობა რომლებიც ვართ პროფესიონალები და არაერთი საბრძოლო მოქმედებებში ნაწილეობა მიღებულა ვიყავთ ხელმძღვანელი პირები ვიცით რა არის სისხლისღვრა ვიცით რა არის ომი და უბედურება რომლებიც ვეწინააღმდეგებით ყოველთვის სისხლისღვრას ვეწინააღმდეგებით ომს და ვხედავთ საშიშროებას უგორო თქვენი მხრიდან მართლაც რაღაცა სისულელი მოსალოდნელი არის და მართლაც შეიძლება თქვენ დაღვაროთ სისხლის საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს არ გიყვართ, თქვენ საქართველოს არ გკივათ. ამიტომ მეტაუთა შემადგენლობა მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიკრიბეთ და გადავწყვეტეთ ეს თუ საქართველოში დაიწყეთ თქვენ არეულობა და წაგისდათ იარაღისკენ ხელი და ამას თავი ვერ გაართვა და იმედი მაქვს გაართვებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები და ის სპეცდანიშნულების ნაყოფები და მაინც ყოველ შემთხვევაში ამას თავი ვერ გაართვა ჩვენმა ძალოვან სტრუქტურებმა სპეცდანიშნულების ნაყოფებმა და ვერ მოახდინეს თქვენი ლოკალიზება ჩვენ ძალიან კარგი ბრწყინვალე მობილიზაციის გეგმა შემუშავებული გვყავს ყველა რეგიონში ყველა ქალაქში და ყველა რაიონში არიან ჩვენი სამხედროები ყოფილები არა ვარ ჩვენი სამხედროები ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ვეტერანები და აქაც თბილისშიდაც როგორც კი დავინახავთ რომ თქვენ შევარდეთ პარლამენტში და მოახდინეთ პარლამენტის შტურმი და უკვე დაიწყეთ მოქმედება ხალხის წინააღმდეგ ჩათვალეთო თქვენ ხართ ეგრევე განეიტრალებული სულ ჩვენ ვიწყებთ თქვენ წინააღმდეგ სპეცოპერაციებს და აღარავის არ ველოდებით ჩვენ იმიტომ რომ ვეღარ გაგაკონტროლოთ და ვეღარ ესე იგი გაგენკლავდათ ოფიციალური ძალები ხდება სასაფრთხოთი ჩვენი მობილიზაცია და ის იარაღი რომელი იარაღის თქვენგან გადამალული და თქვენ გიჭირავთ ხელში ის აღმოჩნდება ჩვენ ხელში და ჩვენ გამოვიყენებთ მე თქვენ წინააღმდეგ რომ დავასვამოთ მე ეს ქვეყანა და დავასვამოთ საქართველოს მოსახლეობა ამას გავთხილებთ იცოდეთ ჩვენ ამისთვის მზათა ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები დავიცვათ ჩვენი შვილები ჩვენი იერი ჩვენი ბერი ჩვენი ეკლესია ჩვენი მრევლი დავიცვათ თქვენგან იმიტომ რომ პირველი მტრები
თუ ხართ დღეს ჩვენი ქვეყნის სიტუაცია, ხართ თქვენ და არა გარშემონტრები. თქვენ ახართ და თქვენ თუ ამას გაბედავთ და გააკეთებთ, ამის შემდეგ ხო, ნახავთ რა დაგემართებათ და რა დღეში ჩავარდებით. აი ეს მინდა რომ კაცად გავაფრთხილო ისინი მე და საქართველოს მოსახლეობას მინდა ვთხოვო და მიმართო რომ არ ინევრეულოთ. შვიდად წყნარად მიმზადეთ არჩევნებზე და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და ვისაც გინდათ ხმა იმას მიეცით. და ამათ ჩვენ მივხედავთ. დიახ. ბატონო ტრისტან, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. Დამშვიდობები მაყურებელს, ვეტყვი რომ TV+ აქვს Facebook და YouTube არხიც, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რადგან არ გამოგრჩეთ სიახლეები ნახვამდის. მადლობ თქვენ.